გულჩინა დადიას დამთავრებული ჰქონდა ფიზიკო-მათემატიკური ინსტიტუტი. რაც საერთოდ ძალიან იშვიათი შემთხვევა, რომ გოგოებს ძალიან იშვიათად სურთ ასეთი ფაკულტეტზე სწავლა და ისედაც ამ ფაკულტეტზე ყოველთვის იყო თითქმის ყოველთვის იყო ეგრეთ წოდებული ნედაბორი. ცოტა იყო ხალხი. ამასთან უნდა ითქვას, რომ იგი მომხდარი ფიზიკოსი იყო, იმიტომ რომ მუშაობდა კოსმიური სხივების ლაბორატორიაში, თუ რა შესწავლილ ლაბორატორიაში. და არაფერი არ მიუთითებდა იმას, რომ იგი აპირებს მსახიობობას. და ასე უცებ, როგორც თვითონ თქვა ერთხელ ერთმა მეგობარმა, მეორე მეგობარს ათხოვა ცოლად. თოთო აბაშიძე ათხოვა მისმა ქმარმა ცოლად და იქიდან დაიწყო მისი მსახიობური მოღვაწეობა. ბოშო, რა გაგიკეთება? ლევანა რომ ჩააჯირო. აბა ხელი რატო გამომჭრა? კაიდე დას გაფიცებ. შენ კი არა ხელმწიფის ცოლებს იარ შეხებიან, გაწყდა მაგათი ჯიში. ასე იციან თუ კალი მეეწონა. ხავა შენ გონია, შენი ხენტორია, წმინდანია. იცით კი არ შეყობს ვეიხელთა სადმე. პირდაპირ ყოველგვარი მომზადების გარეშე იგი იწყებს ძალიან ეგზოტიკური და ძალიან კოლორიტული ქალების თამაშს. მეგრელების, გურულების, იმერლების, კახელების ასე შემდეგ. ხო? და არსად ზედმეტობას არაფერს არ აკეთებს. აბა მიაქციეთ ყურადღება. სადმე თუ არის ზედმეტ გადამეტებული, არ არის არსად. იმიტომ როგორც კი გადამეტება იქნება კინოში ეს ჩანს იმ წამს ეკრანზე ძალიან მწარედ ჩანს. ბიჭო, გახელდი თუ რა გამართება? კარამაჭამე ვახშამი. არ გიყურება შენ? მიბძანდი შენ კახბასთან და ის გაჭმევს. რას ამოვქალო, რას? რას ბოდავ? მე კი არ ბოდავ, სოფელ ქვეყანაა გაყანებული. ვის მწამო, ბატონო? აღარ იტყვი? ვის და იმ ზეთ უნახავს, შენ მათავის გახეთქა. აი, მე ისპო შენი სახელი და გაგისკდეს მიწა. რითი მჯობია ის გაოხრებული პასიკია, რითი? ჯო, ღმერთი, ჯული, არც მე მტყუნო შენთვის და არც მე მტიქნოს. აბა რა, მთელი სოფელ ქვეყანა რომ მამაზე ლაპარაკობთ. ქალების სულას ეჭორიგნობთ? თვითონ უთქვამთ. ტყუილია. წყაროსფეხზე ჩავარდნილა დღეს. ფეხ-და-ფეხ მიუსტარ. ყველანი მე დამცინოდენ. მე რა შუაში ვარ. წაგაქეზე თუ, მე გითხარი თუ. ჩოხატაურში უკავდა ჩვენ სანათესაო, ანუ წარმოშობით ჩაქარიშვილები არიან გურულები და ჩოხატაურში ბევრი ნათესავი უკავდა. და ბავშვობაში რომ ჩაყავდათ ჩოხატაურში დასასვენებლად თავის სანათესაოში მამამის მიყავდა. იქიდან იყო მამამისი წარმოშობით იასე ჩაქარიშვილი და რომ ჩაყავდა საღამოობით აწყობდა კონცერტებს იქ. სულ პატარა გოგონა. წეკვავდა, მღეროდა, თამაშობდა და ეს გურულები ესე დასხდებოდნენ თურმე და პატარა სცენას აწყობდა თვითონ. ნიჭიერი იყო რა ყველაფერში და ეს დასხდებოდა ეს თელი ჩოხატაური და უყურებდნენ ამას და ეს უტარებდა კონცერტებს. შენ მაინც გწვენოდეს ვახტანგ მამფორია. დღეს შენ მაცოლმა თელი ფოთი შემოიარა, იქნება ფული მასესხოს ვინმე. რა დაგარბენიებ შეგაჭირებულო, მეტი საქმე ვერ მონახე? რატომ კადრულობთ ქალბატონო ფაცია მაგნარი ლაპარაკს? კი მოგეხსენებათ ჩემი ფული პაპანდოპულოს რომ მივეცი საქონლის ჩამოსატანად. უცდი აგე რამდენი ხანია და აღარ გამოჩნდა ის ოჯახქორ. რა ვქნა ახლა გადავარდე პალიასტომში. მოუცადე. ასა წახვიდე თუ კაცი ხარ. დელი შენი დღე დამოსწრება უცადე. იასონი საქმის კაცია. რა ჯერდება დარჩენია, თქვა. შეცახს. პირველი მერცალი იყო, ეს პირველი ფილმი იყო მისი რა. გადაღებები იყო ფოჩი. დოდომ ესე მოხდა რომ
მოვიდა ჩვენთან სახლში და ცოლი ვერ ვიპოვეო ესეთ ფილმს ვიღებთ. უნდა აგერ წაიყვანეო გუჩინეო მამა ჩემო უთხრა. მართლაო? ხო რა იყო გათხოვებო რა. წამოხვალო, აბა რას ვიზაო და ესე უშუალოდ მოხდა ეს. თავიდან იფიქრა რომ ხუმრობს დოდო. და მე უკვე რომ მიხვდა რომ სერიოზულად ლაპარაკობს, გაუხარდა სხვათა შორის, აი როგორც მოგიყევით რომ უყვარდა ბავშვობიდან ეს მსახიობობა და ეს ეტყობა სურვილიც ჰქონდა რომ სცენაზე გასულიყო. და ეს ასრულდა მისი ერთ-ერთი ოცნება იყო ეტყობა და იმიტომაც აი ესეთი სულისკვეთებით ჩაერთო ამ სამსახიობო ცხოვრებაში. ქვილი და შაქარი გამოგველია ოჯახში. დუქანში ნაფტალინის მეტი არაფერი ყრია. მოჯამაგირე გაგვექცა. სხვას მოუნახავ. წლეულს ბიჭი სასწავლებელში მიდის. რას ფიქრობ, კაცო, შენ? ყველაფერი კი არ უნდა დაივიწყო იასო. არ გახსოვს რას გავდი იმდენი ნაწანწალები რომ დაბრუნდი ფოთში? იქნება არც ის გახსოვს რომ ეს სახლი, დუქანი და ყველაფერი რაც გაგვაჩნია ჩემი მზითებია. საწყალი მამა ჩემის ნაოფლარს რო აჭმევი უსაქმო ყაზახებს. აირჩიე იასო. კარგად დაფიქრდი და ისი აირჩიე. ან მე დადათული, ან ის უსაქმო ყაზახები და ფეხბურთი. ეს არის ჩემი უკანასკნელი სიტყვა. პირველი მერცხლის გადაღებისას ეგ არის ეპიზოდი, სადაც მეგრულად აქვს მოკლე ტექსტი, არ იცოდა მეგრული. და ის სპონტანურად ამას ამბობს, ვითომ სინამდვილეში მეგრული არ არის. ის დოდუებაში მოდის და მოუძებს უკნიდან ეჩხუბება რა, სად მიდიხარ რაღაცა, ოდ მეგრულად. ოდ არ არის მეგრული, მაგრამ ნუ გეგონება რომ მეგრულად აკეთებს ამას. онჯღორე ვაიჩქუნო. ვაში გეჰანგიო ყაზახი онჯღორორე. ლადი ხوارეკ ჯინორია. იასო. დიეთი უდაშა. დედუ კეშერ იასო. მეგობელები ქუმაყარით. სიდომით ხორუდა. აკეთიხა. ამ სახელის და გვარის გახსენებისას ყოველთვის მახსენდება, ბუნებრივია და ყოველს ახსენდება პირველი მერცხალი, ხო, წარმოუდგენელია, რომ ეს ასე არ იყოს, იმიტომ რომ იმდენი სასიამოვნო მოგონება, ისეთი უშუალოდ და ყოველგვარ ჩარევის გარეშე მომხდარი კომიკური სიტუაციები, ისეთი კურიოზები, ისეთი წარმოუდგენელი რეალობები ახლავს ამ ფილმსთან. და ბევრი რამ გულჩინა დადიანის პერსონაჟს უკავშირდება, ბუნებრივია რომ მისი ეს შემთხვევით კინოში მოხვედრა და შემდეგ მისი ამაი წარმოუდგენლად საინტერესო იმიჯის გაგრძელება, ხო? ყოველთვის ბადებდა მაყურებელში რაღაცა სასიამოვნოს მოლოდინს. ის ბუნებრივია ელოდებოდა რომ ეს ძალიან სასიამოვნო ქალბატონი, რომელიც მისთვის დამახასიათებელი რაღაცა მკვეთრი ფრაზეოლოგიით გამოირჩეოდა, უпростоრად აი თავის რეპლიკებში რაღაცა განსაკუთრებულ ხასიათს აქვსოვდა, რომ ეს ქალბატონი აუცილებლად მოუტანდა მას რაღაცა ძალზე სასაცილოს, ძალზე საინტერესოს და ამავე დროს ძალიან სახასიათოს და გამოკვეთილს სწორედ მისი პიროვნებისთვის. მოვძანით ბატ. აგერ დავძანი შენჯი. მადლობთ. იასონმა გამოგაგზავნათ არა? არა, ხალბატონო პაციან. იასონს არ გამოგზავნიوارთ, მაგრამ თუ ჩემს მოსმენას ინებებთ, 2-20 სიტყვას მოგახსენებთ იასონს. ლაპარაკი შეიძლება ბატონო იასონზე. ხომათრებს შავქვას ნავსადგურში. უარესი დაემართება. ჯერ სადახარ. რატომ ბრძანებთ ამას ხალბატონო პაცია? რაც არ უნდა იყოს, შვილი გეზრდებათ. ახლა გაახსენდა შვილი? დათული, მოდი დედა აქ. გამარჯობა. გასწორდი და თქვი ვინაა მამა შენ? მამა ჩემი ცუდი კაცია, მე და დედა მიგვატოვა, მაგრამ მალე ნახავს თავის ერს. რომ გავიზდები, მაგაზე უკეთესად ვითამაშე, ფეხბურთი. დიდუ! არ გინდათ ხალბატონო პაცია, ბავშვია. ბუნებრივია ასე იყო ღვინის ქურდებში, რომელიც ჩვენმა მაყურებელმა ძალიან კარგად იცის და ახსოვს ეს მოკლემეტრაჟიანი ფილმი, ასე იყო, რა თქმა უნდა, ყვარყვარეში, სადაც მე მაინც ვიტყოდი, რომ მისი აი ეს ამპლუა და მისი არეალი და მისი იმიჯი ცოტა დაირღვა და საინტერესო იყო ეს, რომ დაირღვა, იმიტომ რომ მის პერსონაჟში გამოჩნდა ერთგვარად რაღაცა დრამატული სიმარტივით და ამავე დროს აი სწორედ გულჩინა დადიანისთვის დამახასიათებელი ჩეული სიმკვეთრით გამოწეული ნიშნები და მახასიათებლები, რომელიც მას ჰქონდა. მომწონი თავიდანო.
რა მოგივიდა ადამიანო? არ დამაგუჩო თორემა. ყურია მას. გაგაცავსა. კარგია. ყველა ფილმში რაღაცნაირად განსაკუთრებულია მიუხედავად იმისა, რომ ასე პროფესიით თითქოს გულჩინა არ იყო მსახიობი, მაგრამ ბევრ მსახიობს არ ჩამოუვარდებოდა. იგივე ღვინის ქურდებში მახსოვს რომ ნახე პირველად და ეს ჩემთვის იყო ახლობელი ადამიანის რაღაცა ფეიერვერკი. რა მგონი ჩვენი მარნიდან მოდის? არა ბოსლიდან. გითხარი მარნიდან მეტი, მარანში მღერიან. აიცა. Carvalho mai takalo. Mitä? ეხლა გაგიშტები შენები. შენ ეს კოსმოსტავლი. შენ ეს კოსმოსტავლი. მე მაგათ ვაჩვენებ სიესო. მე მაგათ ვაჩვენებ. თითქოს არაფერი, თითქოს ერთი პაწაწკინტელა ეპიზოდია სულ ორ კადრში ჩანს კინოფილმში ღვინის ქურდები კახი კავსაძესთან ერთად, მაგრამ ისეთი ორგანიკა მოდის ეკრანიდან, საოცარი, რომელიც ძალიან ბევრ არტისტს შეშურდებოდა. გულჩინა დადიანის ნებისმიერი გამოჩენა ეკრანზე სწორედ დამახასიათებელი იყო მისი საოცარი თვითმყოფადობით და იმ ორგანულობით, რომელიც ასე სჭირდება კინემატოგრაფს. გადაღება როგორც ასეთი დოდოს ყველაფერი თამაშით გამოუდიოდა და მეც დიდი არაფერი საქმე მქონდა ხა რო თქვას კაცმა, მაგრამ ძალიან ვღელავდი ყველა გადაღებას. და მახსოვს იქ ციხის სცენაროა ეს უამრავი პატიმარი როა და ყვირიანიკიდან და მე უნდა გავიპრანჭო და გამოვიდა რაღაცებს ისვრიან, ისე მეშინოდა რომ პრანჭვის თავიც არ მქონდა, მაგრამ რაღაცნაირად მაინც კეკლუცად გავიარე იქ. ხო და ვიღაცა დიდი რაღაცა ხის ნაჭერი ისროლა კი ნაღამ თავში მოხვდა, მაგრამ არ შევიმჩნიე. და ყოველ დილა იწყებოდა იმით, რომ სამი ქალი ვიყავი თვითონ მისი პირისფარეში ასეა კინოში და გვეძახდა, მობძანდით ახლა და დამაჭერით ჭხილები, დამვარცხნეთ თმა.
ჩვენც მივდიოდით და ეს იყო როგორც რეპეტიცია. მართლა ვარცხნიდით, მართლა ვასუფთავებდით დოდოს და ასე გაკოპწიავებულს უშვებდით გადაღებას. კვეთრი იყო, მკვეთრი იყო და აი ეს სიმკვეთრე მის გამოხედვაში, მის ქცევაში, მის ნებისმიერ რაღაცა პატარა ინტონაციურ გადახვევაში, მის შეფასებებში, ხო, რომელიც იმდენად ორგანულია ხანდახან, რომ ძნელია იმ ყოფას მოაშორო. აგერ არ არია? მომკლა ამათ მაშატალომ, ამათ სწავლა რა თუნდაც მითხარით, ეხლა ხოცავენ. აიმე დედა. მომაშორეთ ეს ბავშვები და სიტყვას გაძლევთ მთელ კლასს ხელში ავიყვან. ძალიან ხშირად ყვებიან იმის შესახებ და ეს როგორც ჩანს სწორედ ასე იყო, რომ გულჩინა დადიანი გასაოცარი სისწრაფით ითვისებდა იმ ამოცანას, რომელსაც მას აძლევდნენ. ანუ სწორად ესმოდა, რას თხოვდნენ. გესმით, ეს ერთგვარი რაღაცა ინტუიტიური თანამშრომლობა იყო დიდ არტისტებთან, როდესაც ის გრძნობდა რა იყო მთავარი, ამ მთავარს წამოწევდა ხოლმე წინა პლანზე. ძალიან ბუნებრივი იყო რა, სახლშიც ეგეთი იყო. სახლშიც იგივე იუმორით, სახლშიც იგივე აი ამ გურული ტიტუს ამბავში იყო ხოლმე სულ და აი როგორც მსახიობი, რომელიც როლშია, ესე ვერ ხედავდი, იმიტომ რომ სახლშიც ეგეთი იყო. სუფრის დროსაც ზუსტად ესეთი იუმორი ქონდა. ხო, სულ ესე რაღაცა გურული, რაღაც აქტიური ქალი იყო და გონია რომ არ თამაშობდა რა. ზუსტად ისეთივეს ვხედავდი ფილმებში, როგორიც იყო სახლში. ამიტომ არ მგონია, რომ დიდი ძალისხმევა სჭირდებოდა იქ, რომ რაღაცა როლი შეესრულებინა. ნახეთ რა ლეღვი მოვიტანე, ნახეთ რა შესანიშნავია. ასეთი ლეღვი ბაზარში 3 მანეთია. მიიცით, ნუ გერიდებათ, მიიცით. სტუმართ მოყარე იყო და სუსუფრა იყო ჩვენთან გაშლილი და ძალიან ლამაზი სუფრები იყო. კეიფები, სიმღერები, იუმორი, ლექსები, ცეკვები და ასე შემდეგ. უცებ აი არაფრისგან 10-15 წუთში გაშენდა სუფრას. და მე გარდა იმისა, რომ სუფრა გაშლიდა, ნუ თვითონ იყო უცებ რაღაცას მოიფიქრებდა. და ნუ რაღაცა ნომერს სიტყვაზე გამოვიდოდა, ან ვიღაცას მიბაძავდა, ან რაღაცა სხვა ამას მოიფიქრებდა და ნუ ესე ართობდა სხვასა და თვითონაც ერთობოდა. დედას მეგობარი იყო, ძალიან ახლო მეგობარი, სულ ერთად რო იყვნენ და მახსენდება ეს შეხვედრები, სუფრები თუ თვითონ ინოლას საღამოებზე დასწრება. იყო ზეიმი, იმიტომ რომ აი ჩემი ბავშვური მოგონებითაც კი, აი ესეთი რაღაც კინოკადრებად მახსოვს, რომ ეს შეხვედრები იყო არა რაღაცა უბრალოდ შეხვედრები, არამედ იყო რაღაც შემოქმედებითი ამბავი, სადაც აი რა გითხრათ, კოსტიუმირებული ამბავიც კი იყო, გამოეწყობოდა გულჩინა რაღაც ფორმაში, სულ იუმორში იყო და ესენიც ტრიოს წევრები, სამაია ტრიოს, ინოლა, მედიკო და გიული უკან ფონად ედგნენ და რაღაცა ნომრები ჰქონდათ თავისი. ფორმები შეიძლება ჰქონდათ, მაგრამ აი მაგალითად ჰქონდათ ესეთი ზოლიანი პატიმრების ფორმა თუ რაღაც სპეციალურად შეკერილი, რომლითაც სიუჟეტებს აკეთებდნენ, რომ ერთ შეხვედრაზე რაღაც ერთ სიუჟეტს მოაბავდნენ ამას რაღაცა კუთხს და ამბავს მოყვებოდნენ, მეორე შეხვედრაზე მეორე რაღაცა ამბავს მოიგონებდნენ და აი ესე იხალისებდნენ და ჩვენთვის ბავშვებისთვისაც იყო ძალიან სასაცილო და აი წლები რო გავიდა მე უკვე, ნუ დედა აღარ იყო, მაგრამ გულჩინა დედას რო ხვდებოდი ხოლმე, აი რაღაცა ეტყობა ემოციური მომენტით, იმ ბავშვური მოგონებით, რაღაც ეგრევე ღიმილი მაჩნდებოდა მის დანახვაზე. კარგად მღეროდა ძალიან ეხლა. დაჭექვა გულჩინასი არა, ტკბილი ხმა ქონდა ძალიან და აი უყვარდათ რა ინოლა ეხლა. ინოლა ჩემი ნათლია იყო. როდან მოდიოდა ულამაზესი უსაყვარლესი ადამიანი იყო, რაღაც სიმღერას დაწერდა და ერთ-ერთი პირველი იყო, ვისაც გულჩინასთვის უნდოდა რომ მოესმენინებიან. მოვიდოდა და დაჯდებოდნენ როიალთან და ერთად მღეროდნენ. ინოლა შეასწავლიდა თავის სიმღერას და ესე ორ ხმაში იმღერებდნენ. პირველად იყო სიმღერა გაგობა ლამაზხმიანი და სიმღერის შეიქმნა ადამიანი
ნამდვილი ქართველი მანდილოსანი იყო რა. ყველანაირი თავის წესით დაცვით, თავის ტრადიციების სიყვარულით, თავის განათლებით, თავის ოჯახის დიასახლისობით და ასე შემდეგ. ყველასთვის საყვარელი, იუმორით სავსე, ძალიან ხალისიანი და სულ მომღიმარი. მისი ნაკვთებიც კი მეტყველებდა ყოველთვის იმაზე, რომ იყო ძალიან გულთბილი და ძალიან კეთილი ადამიანი. ერთ ორ ჭიქა ღვინოს რო დავალევინებდეთ. იმპათიოსან საზოგადოებას არ იქნებოდა ორი. მობრძადი ბატონო, მობრძადი. აგა შეიძლება. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრ ადამიანს ის ეგონა პროფესიონალი მსახიობი, რადგან ნამდვილად არ უდებდა ტოლს არც ერთ იმ კადრში, რომელიც დარჩა ქართული კინოს ისტორიაში, გულჩინა დადიანის შესრულებული არსად არ იგრძნობა სწორედ არაპროფესიონალიზმი. ყველგან ის არის ძალიან სახიერი და დასამახსოვრებელი ნებისმიერი მაყურებლისთვის.